Ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა დაიხურა, გაიმართა სიმბოლური ცერემონია, რომელზეც ორგანიზატორმა კომპანიამ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა, სხვადასხვა კომპანიამ კი საჩუქრები გაათამაშეს. გამოფენა წელს უკვე მე-16-ად გაიმართა და მასში 6 ქვეყნის 90 კომპანია მონაწილეობდა. მიზანი სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტულ სფეროში მოღვაწე კომპანიების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობაა. გამოფენაში მონაწილეობდა ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რომელსაც რეგიონი 4 სეზონის იმიტაციით ჰქონდა წარმოდგენილი. მომსვლელებს შეეძლოთ ერთ სივრცეში ენახათ როგორც მთიანი აჭარა, ასევე მისი საზღვაო მიმართულება. ჩვენ გამოფენაზე მოვედით, ძალიან კაი იქნა, ახალი ფირმები მივცანეთ, ჩვენ ბათუმის ტურიზმის үшін აწეს ჩვენაც ვიმუშავოთ უნდა. მადლობელი ვარ. ბათუმი ექსპო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ურთიერთობების დამყარებას, განსაკუთრებით ტურიზმში ჩართული ორგანიზაციებისთვის, სერვისის მიწოდებლებისათვის და ეს გახლავთ საუკეთესო პლატფორმა იმისათვის, რომ სამომავლო პარტნიორობის, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები უფრო მეტად გაღრმავდეს, კომპანიებმა ერთმანეთი გაიცნოს და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. დღეს დასრულდა მე-16 საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა. ძალიან შედეგიანი გამოვიდა. შარშანდელზე უფრო ბევრი ვიზიტორი, მონაწილე კომპანიები, ტუროპერატორები და პირველად B2B შეხვედრები, როგორც გუშინ ჩატარდა B2B შეხვედრები, დღეს უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა და ასეთი გამოფენებზე B2B შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა და გვინდა რომ ასეთი სხვა ღონისძიებებში კიდევ გავაკეთებთ B2B შეხვედრები.